არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეო მასალას და განცხადებას აქვეყნებს. შეიხი სოციალურ ქსელში წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების, თანამშრომლობის, პროგრესისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ერთგულია. ვიზიტი ისტორიულს უწოდებს მართველი გუნდი, სადაც ორი ქვეყნის დაახლოებაზე აკეთებენ აქცენტს. ვიზიტის ფარგლებში შეიხი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმისა, ავიაციის სფეროებში. მარიამ ქრუიშულმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებაც გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას კი ქართული ოცნების ინფორმაციით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ვიხილეთ ჩვენ საქართველოში და სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს ქართული ოცნების რაღაცა მითი იყო 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით. ჩვენ შეიხისგან მოვისმინეთ ის, რომ უახლოეს დღეებში იწყებს კონკრეტულად ეს ჯგუფი ამ ინვესტიციის, ასე ვთქვათ, განხორციელებას. ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ დოლარს აღემატება, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიცია არის ერთი წყაროდან. ესეთი ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინვესტიცია განაპირობებს იმას, რომ ძალიან მსხვილი ჯგუფებისგან დაუყოვნებლივ წამოვა კიდევ ინტერესი საქართველოში ესეთი მსხვილი ინვესტიციების გაკეთებასთან დაკავშირებით. 6 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება უახლოეს წლებში საქართველოში, რაც მართლაც უპრეცედენტოა და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განხილული იქნა მთელი რიგი მიმართულებები, იქნება განათლების მიმართულებით ხელშეწყობა და თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან დიდ მნიშვნელობას ჩვენს ძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ნიშნულზეა.